ალეკოცკიტიშვილი მინდა ახლა მოვიწვიო სტუდიაში ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი დღევანდელი რეიდის ერთ-ერთი სამიზნე მოგზაინთ ბატონო ალეკო მადლობა მოსვლისთვის როგორ ფიქრობთ რატომ გახდით სამიზნე ძალიან რთული შეკითხვაა თუმცა ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დაგეგმილი გრაფიკით რასაც ხედავთ უკვე 2 წელიწადია ეს რეჟიმი ცდილობს დააშინოს პირველ რიგში უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც იცავენ დღეობით პროტესტის მონაწილეების სამოქალაქო აქტივისტების ინტერესებს და რა თქმა უნდა ეს რეპრესიები რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო ძლიერდება, თუმცა მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს რეჟიმს უფრო ასუსტებს, ვიდრე ჩვენ უფლებადამცველებს, იმიტომ რომ ვიცით ისტორია სხვა ქვეყნებისაც და ჩვენი ქვეყნისაც თუ როგორ ასრულებენ მსგავსი რეჟიმები თავიანთ არსებობას. ბატონო ალეკო, აი რომ აუხსნათ საზოგადოებას, რას აკეთებს თქვენი ფონდი? გასაგებია რომ იცავთ უფლებებს, მაგრამ რის გამო მოხვდით აი ამ წრეში? სუდ წრეში ხელისუფლების პერსპექტივიდან, რომელიც გადატრიალებას ამზადებს, საბოტაჟს ამზადებს, ეხმარება მათ, ვისაც თქვათ სახელმწიფოს წინაშე აქვს სავარაუდო დანაშაული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ აქ მოხვდით ალბათ იმის გამო, რომ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა დაარსა ფონდი რითაც ადმინისტრაციულ წესით დაჯარიმებულ მოქალაქეებს უხდიდა ჯარიმებს ეს ჯარიმები არ იხდებოდა მათ პირად ანგარიშებზე სახლი არ რიცხავდა ამ თანხას სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეცნობოდით და მხოლოდ სახელმწიფოს ანგარიშზე გადაირიცხებოდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლიდან ეს თანხა ანუ მსგავსი რამ რო რაიმე უკანონო საქმიანობა იყოს ესეთი რამ შეუძლებელია ითქვას და ეს მთლიანად ეს საქმე ფონდების წინააღმდეგ, სხვა ფონდების წინააღმდეგ და განსაკუთრებით ახლა მე ამ ფონდის საქმიანობაში უფრო კარგად ვარ ჩახედული, რომ გამგეობის წევრი ვარ და ადამიანის უფლებათა სახლის საქმიანობას კარგად ვიცნობ. მთლიანად უკანონოა ეს საქმე, ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ ჩვენმა ადვოკატმა იმ მაშინვე მიმართა პროკურატურას, რომ ეს გამოძიება უნდა შეწყდეს, თუმცა დღეისთვის განახდა კვლავ ეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო მოქმედებები. თავარი საკითხი კიდე რაც ადამიანის უფლებათა სახლთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ეს არის, რომ ეს არ არის მხოლოდ ფონდი, რომელიც ჯარიმებს იხდის. ადამიანის უფლებათა სახლი არის ტრადიციული უფლებადამცველი ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს კიდევ წევრ ორგანიზაციებს, 5 წევრი ორგანიზაცია ყავს, ესენი არიან საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციები, უფლებები საქართველოს კონსტიტუციის 50 მუხლი ყოფილი ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი მე ვარ, საფარი, მედის ინსტიტუტი და წამების სხვებთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მრავალი წელი ახლა ადამიანის უფლებათა ცენტრი 1996 წელს შეიქმნა და ჩვენი ორგანიზაცია ყველა ხელისუფლების პირობებში იცავდა ადამიანის უფლებებს და მათ შორის ახლა წინა ხელისუფლების პერიოდშიც გვახსოვს ანუ ჩვენ ესე ციდან არ ჩამოვარდნილად უკვე მრავალი წელი 10 წლებია ვიცავთ ადამიანის უფლებებს და სხვა ორგანიზაციებს ეს წევრი ორგანიზაციები ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ეს თუ არ ახსოვს მოქმედ ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულს ჯარიმებს იხდის ესე არ არის ანუ იმ დაყადაღებით მარტო ფონდის ანგარიში კი არ დააყადაღეს მთლიანად ყველა პროექტი ადამიანის უფლებათა სახლის ყველა პროექტი გააჩეს ყველა ანგარიში დააყადაღეს ის რომ თანამშრომლობ ხელფასებს ვერ იღებენ ეს ცალკე პრობლემა უბრალოდ ადამიანები ვეღარ იღებენ დახმარებას ეს არის სამართლებელი დახმარება ფსიქოსოციალური დახმარება და სხვა ტიპის სერვისები, რასაც ჩვენ უფლებადამცველებზე ძირითადად კარგი ამას რომ გვეუბნებით ვინაიდან საზოგადოება უნდა იცოდეს რომ ეს არ არის თუნდაც ყოფილიყო მხოლოდ რეჟიმის პატიმრების თუ რეჟიმის მსხვერპლების დასახმარებლად შექმნილი ფონდი აქ არაფერი კრიმინალური არ არის თუმცა ამისთვის შექმნილი არ არის ეს ფონდი და ეს არის წინა საუკუნეში შექმნილი ფონდი რომელიც სხვადასხვა დროს ადამიანის უფლებას იცავდა ყველა ხელისუფლების პირობებში საერთაშორისო ქსელი ადამიანის უფლებათა სახლების ქსელი, რომლის წევრი არის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და საკმაოდ ავტორიტეტულ უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქვს რეჟიმს საქმე რეალურად ეს
არ არის რაღაცა სახელდახელოდ შექმნილი ორგანიზაცია. კი ბატონო, ისე თქვენ ფაქტობრივად შეზღუდული გაქვთ ოპერირების შესაძლებლობა ახლა უკვე მას შემდეგ რაც დაყადაღდა თქვენი ანგარიშები, თუმცა დღეს მაინც გახდით სამიზნე რეჟიმის. თქვენ ავტობუსიდან მოგხსნეს, ადგილზე გაგჭხრიკეს, შემდეგ წაგიყვანეს სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, საბოლოოდ ამოიღეს თქვენგანაც მგონი მხოლოდ ტექნიკა, ხომ? აი, ახლა ამ პროცესში რა გამოჩნდა? თქვენ ახლა ამას უყურებთ კიდეც როგორც ადამიანის უფლებების ძალიან მაღალ დონეზე მცოდნე, ხომ? აი, რანაირად ჩატარდა ეს პროცედურა? შეიძლება ითქვას, რომ ჩემთან დაკავშირებით საკმაოდ კორექტულად იქცეოდნენ, მე რაიმე ესეთ არსებით დარღვევას ვერ გამოვყოფდი, ერთადერთი რომ ჩემს მეუღლეს აუკრძალეს ვიდეო გადაღება, ანუ არა ლაივში ჩართვა, არამედ ვიდეო გადაღება იმ პროცესის და მე ვუთხარი რომ ეს იყო უკანონო, მაგრამ მათ განაცხადეს რომ ქონდათ შეზღუდვის უფლება, ну ეს შეიძლება საკამათო იყოს, მე ეხლაც მიმაჩნია რომ მეუღლეს ქონდა გადაღების უფლება, თუმცა შემდეგ იყო რომ ძალით მოკიდეს ხელი და გადაუგრიხეს და ამ შემთხვევაში მე თვითონაც ჩავერიე და დავაწყნარე სიტუაცია, მე მერჩია რომ წყნარ სიტუაციაში ჩატარებულიყო ეს ჩხრეკა. ერთი ფაქტორი რაც იყო რომ ჩემი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში და იქ არის მისი საქმიანობის ცხოვრების ამსახველი ვიდეო და არ მინდოდა რომ ამ კომპიუტერისთვის ესე მოეკიდათ ხელი და წაეღოთ და ეს ჩემი გარდაცვლილი შვილის არქივი ესე დაკარგულიყო, ამიტომ მერჩია რომ წყნარად ჩატარებულიყო ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც აუხსენი რომ ესია დაჯდნენ 1 საათი ნახეს ყველა ფაილი და დარწმუნდნენ რომ ცენტრის და ადამიანის სახლის საქმიანობის ამსახველი ფაილები იქ არ იყო და შესაბამისად ამ კომპიუტერს არ შეეხნენ, ამიტომ ერთადერთი კიდე რაც იყო რომ მოვითხოვა ადვოკატის თანდასწრება, თუმცა ადვოკატს არ დაელოდნენ და მაგრამ მაინც დროულად მოვიდნენ ჩემი ორგანიზაციის იურისტები, ნესტა ლონდარიძე და ეკა ქობესაშვილი იურისტები ესწრებოდნენ ამ ჩხრეკას, სახლის ჩხრეკას და შესაბამისად რაიმე ესეთ ქმედებას მათი მხრიდან მსგავსი რაღაცა ის პროვოკაციულ ქმედებას ადგილი არ ქონია. ერთადერთი კიდევ ის შეიძლება ითქვას, რომ მე მათ ვუთხარი, რომ თვითონ ის გამოძიება იმდენად უკანონოა და იმდენად არასწორი გზით მიდის და ის იმდენად უკანონო დავალება აქვს მიცემული ამ საგამოძიებო ჯგუფს, რომ სამომავლოდ ეს მათ საქმიანობაზეც აისახება და პირიქით ის ვინც არის ამ საჩივრის ავტორი, ნანა კაკაბაძე, მათ შორის ყოფილი უფლებადამცველი, აი ის ამ ჯგუფის საქმიანობა უფრო შესასწავლი არის, იმიტომ რომ ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალეა, ღია გაცხადებული გვაქვს ჩვენი მიზნები, ჩვენი ანგარიშები, საქმიანობის ამსახველი ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება, არაფერი დასამალი არ გვაქვს და ჩვენ საქმიანობას უკავშირებთ ქართველი ხალხის ინტერესებს, გამოვდივართ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ინტერესებიდან, ხოლო ის საქმიანობა, ვის საჩივრის ავტორებს გულისხმობ, ვინც წამოიწყო ეს საქმიანობა, შაქარაშვილი და ეს ნანა კაკაბაძე, რომელსაც შეიტანა საჩივად, ესენი მთლიანად მოძალადეები არიან, მათ ჯერ კიდევ ადამიანის სახლის კედლებზე ერთი წლის წინ გამოაკრეს ეს პლაკატები და მოუწოდებდნენ ფაქტობრივად მოქალაქეებს ჩვენზე აგრესიისკენ. მე ხარ გულისხმობ კონკრეტულად მხოლოდ შაქარაშვილს, ეს არის ერთი ჯგუფი, ერთი ბანდა, რომელიც რივანიშვილის რეჟიმის სამსახურში დგას და მიყვებიან იმ სქემას, რომ უნდა მოხდეს უფლებადამცველი ორგანიზაციების დისკრედიტაცია, დასავლეთის დისკრედიტაცია მთლიანობაში, პარტიები უნდა აიკრძალოს, მედია უნდა დაიხუროს, გაჩუმდეს. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მიზანი. ეს მიზანი ვერ შესრულდება, იმიტომ რომ ქართველ ხალხს აქვს სხვა გადაწყვეტილება, ჩვენ უფლებადამცველი ორგანიზაციები ვემსახურებთ ქართველ ხალხის ინტერესებს და ჩვენი ბრძოლა დასრულდება საბოლოოდ გამარჯვებით. რა თქმა უნდა, ეს რაც დღეს მოხდა და ვნახეთ ჩვენ ხომ, ჩვენ კიდევ გვეყოლება ერთი მოქალაქე, რომლის სახლში შეიჭრნენ, მარიამ ბაჯელიძე, თუმცა ვიდრე დაგემშვიდობებით, მინდა გკითხოთ, არის თუ არა მართლაც სოლიდარობა
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ხელისუფლებისთვის, რაზეც დღეს კონკრეტულად კიდევ ერთი დარტყმა მიიტანეს, ვინაიდანაა ეს ჯაჭვი, რომელიც სამოქალაქო სექტორმა შექმნა, ხო? მოქალაქეების ჩათვლით აქ მხოლოდ NGO-ებს არ გულისხმობ. ვერა და ვერ გაწყდა. ვერანაირი ძალით ვერ ჩაიჭრა ეს ურყევი კავშირი მოქალაქეებს შორის. არის თუ არა დღესაც აი ამაზე მთავარი დარტყმა სოლიდარობაზე, რომ ის ჩაანაცვლოს როგორმე შიშმა. რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად რუსეთში დაწერილი სცენარი. მიყვებიან იმ გზას, რაც იყო რუსეთში და ბელარუსში, სადაც გაამართლა ამ სცენარმა, იმიტომ რომ იქ სხვა მოცემულობა, ჩვენ ბევრად წინ ვართ და დასავლეთის ინსტიტუტები ბევრად დამკვიდრებულია და დასავლური ასე ვთქვათ სტანდარტები საქართველოში, თუნდაც სამართლებრივ თვალსაზრისით ბევრად წინ არის საქართველო, ამიტომ ჩვენთან იმას ვერ შეძლება, რაც შეძლო რუსეთმა და ბელარუსმა თავიანთ ქვეყანაში, ამიტომ ეს არის მათი შეცდომა, რომ იმ დღის წესრიგით მიდიან, იმ სცენარით მიდიან, რასაც უწერენ რუსეთის წარმომადგენლები, მრჩევლები, არ ვიცი ვინ არიან კონკრეტულად პიროვნებები, თუმცა სცენარი ერთ-ერთზე იმეორებს იმ გზას, რაც რუსეთში და ბელარუსში გაიარეს უფლებადამცველ ორგანიზაციებმა და ასევე ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებამ. აქ არ გამოვა ეს ამ სცენარით მათ არ გამოუვათ ამ სცენარის განხორციელება, შესაბამისად სოლიდარობას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს სოლიდარობა გაგრძელდება, აქ მნიშვნელოვანია, რომ თვითორგანიზებული ჯგუფები არიან პროტესტში ბევრად აქტიურად ჩართული, ვიდრე თუნდაც ჩვენი ორგანიზაცია ან სხვა ჩვენი მსგავსი ორგანიზაციები, ჩვენ მხოლოდ ვემსახურებთ მათ იმ მხრივ, რომ იურიდიული დახმარება გავუწიოთ, იქ აქციების მიმდინარეობის მონიტორინგი ჩავატაროთ, ან ჩვენ კლასიკურად ჩვენ უფლებადად საქმიანობას ვახორციელებთ. შესაბამისად, ასპარეზზე უფრო მეტად ჩანან თვითორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ ამ რეჟიმმა ქვეყანა დააბრუნოს რუსეთის ჭაობში. ეს ჩანს გადაწყვეტილი ამბავია, შეიძლება პროტესტი დღეს იყოს რაღაცა სიტყვაზე 1000 კაცი იყოს, მომავალ დღეს შეიძლება 100,000 იყოს, შეიძლება შეიცვალოს პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა დღეების განმავლობაში, მაგრამ პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს სხვადასხვა ფორმით და ხალხი ამ რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის და ეს ბრძოლა მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ და მჯერა, რომ ხალხის გამარჯვებით დასრულდება.